თემა, რომელიც ყველას ეხება, რადგან პროდუქტი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მივირთმევთ ამ პროდუქტს მოკლედ ყველა. მე მგონი რომ ყველას უყვარს. კი ბატონო, თან ფრაზებს გავაჟღერებ დასაწყისში, პურის გარეშე საჭმელს გემოს ვერ ვატან, თუ პურს არ ვჭამ, ვერ ვნაყრდები, შემიძლია დღე მხოლოდ პურით და ყველით გადავაგორო, მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ხშირად გვსმენია მსგავსი ფრაზები და ხშირად ჟღერდება ადამიანთა უმრავლესობისგან. ერთ მხრივ ვიცით, რომ პური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, თუმცა მის მოხმარება ზომას, წონას, ხარისხსაც, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი რაციონიდან სრულად ამოღება და ისინი, ვინც პურს საერთოდ აღარ მიირთმევენ, წონის კორექციისა თუ ჯანმრთელობის კუთხით, კმაყოფილებასაც არ მალავენ ხოლმე. აი რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს პროდუქტს, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ და სწორია თუ არა მისი სრულად ამოღება სწორედ რაციონიდან, ამას გვეტყვის ჩვენი სტუმარი ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი, რომელიც შემოგვიერთდა დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაიღვიძე ჩვენი მაყურებლისთვის ნაადრევად. დიდი მადლობა. ქეთი, მოკლედ დასაწყისშივე აღნიშნე, რომ ბოლო პერიოდში სწორედ აი ტრენდული, ძალიან პოპულარული გახდა პურის რაციონიდან სრულად ამოღება და ის ადამიანები, რომლებიც ამოიღებენ ხოლმე აი მნიშვნელოვან პროდუქტს საკუთარი რაციონიდან, კმაყოფილებასაც არ მალავენ, ამბობენ, რომ დავიკელი წონაში, კორექციაში დამეხმარა, ჯანმრთელობის კუთხითაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. რამდენად სწორია, მოდი დავსვათ ეს მთავარი შეკითხვა დასაწყისშივე მისი რაციონიდან სრულად ამოღება. იცით, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად არც ერთი პროდუქტი და არანაირი პროდუქტი არ ღირს რომ სრულად გამოირიცხოს საკვები რაციონიდან. თქვენ ძალიან ზუსტად და სწორად ბრძანდით, რომ ზომიერების შეგრძნებამ არ უნდა გვიღალატოს. იცით, საერთოდ უფრო ბუნებრივი არის რა. როდესაც რაღაც განსაზღვრულ გეგმას როცა დასახავ და შეიმუშავებ, ასე მაგალითად ძირითადად რა თქმა უნდა პურს ელევიან წონის კლების მიზნით, ეს ასე ვთქვათ გეგმა უნდა იყოს მაქსიმალურად რეალური. რეალური რას ნიშნავს? დროში ხანგრძლივობის თვალსაზრისით გათვალისწინებული. მერწმუნეთ, რომ აი ეს პურის სრულად გამორიცხვა საკვები რაციონიდან ხშირ შემთხვევაში დიდხანს ვერ გასტანს. იმიტომ რომ რაღაც პროდუქტზე, როდესაც ამბობ უარს, როდესაც კატეგორიულად მას გამორიცხავ, დროთა განმავლობაში გიჩნდება მაინც სურვილი მისი მირთმევის. შესაბამისად, როდესაც ამდენი ხანი არ მიირთვი, შეიძლება შემდგომ უკვე ვეღარ გააკონტროლო შენი თავი და ემოცია, დაეწაფო და საკმაოდ დიდი ოდენობით მიირთვა და ეს არის ერთგვარი ბუმერანგის ეფექტი, როდესაც ორგანიზმი გაქვს სტრესში, ამდენი ხანი არ მიირთმევს დაუშვათ ამ პროდუქტს, მერე ერთბაშად მიირთმევს და ხშირად ნამატიც არ აყოვნებს. ეს მხოლოდ პურზე არ ვრცელდება, რა თქმა უნდა, ზოგადად აკრძალვა, შეზღუდვა, თუ რა თქმა უნდა არ არის ჯანმრთელობით ნაკარნახევი, რაღაც განსაზღვრული პირობა, რომ პირობითად აი ეს თუ ის პროდუქტი არ უნდა იყოს საკვებ რაციონში, ან მინიმალურად უნდა იყოს. ქეთი, მით უმეტეს რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პურს მოიხმარენ წლების და საუკუნეების განმავლობაში ძალიან დიდი ოდენობით. წარმოუდგენელია სხვა ქვეყანაშიგან ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ის პროდუქტია, მოდით ასე ვთქვათ, უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ყოველთვის თითოეული ჩვენგანი საკვებ რაციონში არის. თანაც ქართველებს გვაქვს თონის პური არაჩვეულებრივი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველა კერძს ძალიან უხდება განსაკუთრებით ხორცს და ქართველები მივირთმევთ ხოლმე ხშირად ამ პროდუქტს, თუმცა გვიყვარს ცხელის მირთმევა. რამდენად რეკომენდებულია ცხელი პურის მირთმევა? მოდით ასე ვთქვათ, განსხვავება პირობითად ცხელსა და ცივს შორის. მინიმალური ჯანმრთელობის შედეგს რომ გადავავლოთ შემდგომ არა თვალი. ალბათ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ცხელია, როდესაც თან ქშია, ეს უკვე რეფლექსურად გაქვს იმის სურვილი და მოთხოვნილება, რომ რაც უფრო ასე ვთქვათ მეტი მიირთვა არა და მადის ამძვრელად. ახლა ჩვენგანა უარს ვიტყვით, აი აქ უცებ ხა ცხელი შხოთის პური, რომ მოვიტანოს ვინმე, მაგრამ იქ უკვე არც ზომას მიეცემა. ეთერში არ შევიკავებდით თავს გულწრფელად. აი ხშირად სხვათა შორის ვერ ვაკონტროლებთ აი ამ ჩვენ სურვილებს, როდესაც მხოლოდ პურს მივირთმევთ. ამიტომ არის ყოველთვის სასურველი, რომ ის მივირთვათ რაღაც განსაზღვრულ პროდუქტთან ან კერძთან ერთად. იმიტომ რომ იქ უფრო შევძლებთ საკუთარი ემოციის და სურვილის გაკონტროლებას. და კიდევ ერთი რამ, იცით, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ რაც უფრო პირობითად კალორიულია პროდუქტი, მოდით ის მივირთვათ დღის პირველ ნახევარში, იმიტომ რომ შემდგომ ჩვენ აუცილებლად დავწვავთ ამ კალორიებს, დავწვავთ ამ ასე ვთქვათ ზედმეტად მიღებულ ოდენობას პროდუქტისა, მაგრამ რაც უფრო დღის მეორე ნახევარში და საღამოს იქნება პური საკვებ რაციონში ჩართული, იქ უფრო რთულია, იმიტომ რომ გადაღლილი სამუშაო დღის შემდგომ უკვე გაქვს სურვილი მოისვენო, იქ უკვე აღარანაირ ფიზიკურ აქტივობაზე არ არის საუბარი. ამიტომ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი, თუ კი ჩვენ ვთვლით, რომ ის შესაძლოა იყოს კალორიული ან დაუშვათ იქ მოგმატებს რაღაც განსაზღვრულ კილოგრამებს,
დავგეგმოთ ისე რომ მივირთვათ უპირატესად დღის პირველ კი ნახევარში. ბატონო, ქეთი ჩვენ საუბრობდით ზომიერებაზე. დიახ. განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როგორც არის საქართველო, აი ზომიერების შეგრძნება მით უმეტეს პურთან დაკავშირებით ძალიან რთულია და ეს ზომიერებაც არის გემოვნების ამბავი ალბათ და ესეც ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია, ვისთვის რა არის ზომიერი, ხო? აი თქვენთვის როგორც სპეციალისტისთვის რა რეკომენდაციას გასცემდით? აი რა შეიძლება იყოს დღიური ნორმა ადამიანისთვის, რომელიც ასე თუ ისე ფიზიკურადაც ნორმალურად აქტიურია და იღებს სხვადასხვა პროდუქტს. ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანზე ვსაუბრობ. ესეც ძალიან ინდივიდუალურია, რატომ? იმიტომ რომ თითეული ჩვენგანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესი, ნივთიერებათა ცვლა, ანუ მეტაბოლიზმი არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ როგორც ენდოკრინოლოგები ყოველთვის ვურჩევთ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, მოვუწოდებთ რომ კვების რაციონი იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. რას ნიშნავს დაბალანსებული? დაბალანსებული ნიშნავს რომ დღიური ნორმა, დღიური დოზა ცილის, სასარგებლო ცხიმის, ნახშირწყლის, ვიტამინების, მიკრო-მაკრო ელემენტების შეძლების დაგვარად უნდა მივიღოთ იმ პროდუქტისგან, რასაც დღის განმავლობაში მივირთმევთ. აი აქ უკვე პურს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს. მოდით არ დაუკარგოთ პურს ის თავისი სასიკეთო შემადგენლობა და ვთქვათ. აქვე ჩაგეჭრებით, ბოდიში რას გვაძლევს პური და შესაძლებელია თუ არა აქვე აი პურის ჩანაცვლება რაიმე ნებისმიერი სხვა პროდუქტი. აი მოდით ვთქვათ პურის შემადგენლობაში რა შედის? პურის შემადგენლობაში შედის ბეჯგუფის ვიტამინები, პურის შემადგენლობაში შედის რკინა, პურის შემადგენლობაში შედის ასევე უამრავი მინერალი, რომელიც არის ძალიან აუცილებელი, ფოლიუმის მჟავა, თუთია. აი ეს ძალიან კარგი ნაკრებია, ასე ვთქვათ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ განუსაზღვრელი რაოდენობით. ზომიერად, პირობითად, თუ უნდა მივირთვათ რაღაც განსაზღვრული კერძი, მე ვფიქრობ, რომ ერთი ნაჭერი პური მას რომ მივაყოლოთ, ის პრობლემას ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არ შექმნის, მაგრამ არა მთლიანი პური და არა დაუშვათ ნახევარი. ასევე თუ კი ჩვენ ვიცით, სამწუხაროდ ხშირად როგორ არის იცით, რომ ესე გეგმით არ გამოდის. ჩვენ კი გვინდა ძალიან რომ ასე იყოს. მეორე მხრივ თუ კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას კარნახობს, რა თქმა უნდა, ის ადამიანი მაქსიმალურად ფლობს ინფორმაციას დღის განმავლობაში რას მიირთმევს, მაგრამ ვინც პრაქტიკულად ჯანმრთელია, ვინც აი ამ ცხოვრების ტემპით არის გადაღლილი და არ ცალია, მოდით ასე ვთქვათ, რაკნას რა გააკეთოს, მე მაინც ასე მგონია და ვერ საზღვრავს წინასწარ რა უნდა მიირთვას. 2-3 ნაჭერი, ან პირობითად თხელ ნაჭერზეა რა თქმა უნდა საუბარი. მოდით განვსაზღვროთ, რომ ერთი ნაჭერი არის პირობითად 25 გრამი. აი თუ კი ერთი ნაჭერი არის 25 გრამი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა უნდა მიირთვა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პირობითად 3-4 თხელი ნაჭერი პური რომ იყოს გათვალისწინებული საკვებ რაციონში, ოღონდ არა ციციბურასთან, არა კარტოფილთან, არა ბრინჯთან, არა დაუშვათ მაკარონთან და ვერმიშელთან ერთად. საკმაოდ ხშირია რომ აი ამ ორ დაუშვათ კომბინაციას მიირთმევენ. ეს უკვე რა თქმა უნდა ზედმეტია ჩვენი ორგანიზმისთვის. აი ესე ცალკე დამოუკიდებლად ცილასთან ერთად, პირობითად სალატთან ერთად, გნებავთ იგივე ბუტერბროდი აპრობირებული ყველაზე ისეთი სწრაფი პირობითად და ვერავინ ვერ გვეტყვის რომ სადმცალი ახლა მე დღის დასაგეგმარებლად, მაგრამ ბუტერბროდის გაკეთება ვფიქრობ ყველა შეუძლია. ბუტერბროდის გაკეთება ყველა შეუძლია, მაგრამ მზა ბურგერები, რომლის პურში ჩვენ ვიცით რომ ბევრი შაქარია შემადგენლობით. ეს რამდენად რეკომენდებულია? საერთოდ უნდა ამოვიღოთ თუ არა ასეთი პური და რა რაოდენობით შეგვიძლია რომ მივირთოთ? იცით ზოგადად როცა ვსაუბრობთ ბურგერზე, რა თქმა უნდა ეს უფრო მეტად მე ვფიქრობ, არა ჩვენი თაობაც, მაგრამ ჩვენი შვილების თაობაში ეს საოცარ ემოციებს აღძრავს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ განსაზღვროთ ბურგერის სიკეთე და ბურგერის მავნე მხარე. ერჯერად მირთმევაზე საუბარი რა თქმა უნდა არ არის. აქ საუბარია სისტემატიურად ბურგერის მირთმევაზე და სამწუხარო რეალობა იცით რა არის, რომ ჩვენი შვილების თაობა გაცილებით უფრო მეტი ენთუზიაზმით ელოდება შეკვეთილ, გამოძახებულ საკვებს, მათ შორის ბურგერს, ვიდრე შინ ტრადიციულად მომზადებულ სადილს, არა? ამიტომაც მოდით ბურგერში მაინდა-მაინც მხოლოდ პურზე ნუ გავაკეთებთ აქცენტ, ზოგადად იქ ისეთი შინაარსი და შიგთავსია მნიშვნელოვანი, ხო? საოცარი ატომური ნაზავი, მოდით ასე ვთქვათ, ბევრი ისეთი არასასურველი და ჯანმრთელობისთვის შემდგომ ზიანის მომტანი, ასე ვთქვათ, ზიანიც რა თვალსაზრისით ყოველდღიურ მოიღებაზეა საუბარი და ხშირ მოხმარებაზე, თუმცა ერთჯერადად რა თქმა უნდა პრობლემა არ არის. იგივე ბურგერი შინ თუ მომზადდება, ყველა წესის დაცვით, შედარებით უფრო ხარისხიანი პროდუქტის გამოყენებით,
მე ვფიქრობ, რომ თამამად შეიძლება მისი მირთმევა. კეთი, ჩვენ დადებით თვისებებზე უკვე ვისაუბრეთ პურის და კიდევ გავაკეთებთ აქცენტეს აუცილებლად. თუ აქვს მას რაიმე უარყოფითი თვისება, აი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობდით ახლა ზომიერებაზეც, ის რომ 2-3 ნაჭერი, თხელი ნაჭერი თან ჯანსაღი ჯამრთელი პური მისაღებია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომ აი ერთი კვების განმავლობაში ერთ პურსაც გემრიელად შეექცევა მთლიანად. აი ასეთი დიდი დოზით, ჭარბი რაოდენობით მიღებამ და ზოგადად პურის სისტემატიურმა მიღებამ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენ ჯამრთელობას? იცით, თუ კი ვსაუბრობთ, ესე იგი, აი რა შეიძლება მოხდეს. მოდით ასე ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა ალბათ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მსხვილად დაფქული, აი უხეშად დაღერღილი პური, ანუ ფქვილისგან შექმნილ ნაწარმს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, იმიტომ რომ მასში დაცულია ყველა ის აუცილებელი სასარგებლო კომპონენტი, რაც ჩვენ ჯანმრთელობისთვის არის ფრიად სასიკეთო. აი, როდესაც გავაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ რა ტიპის პურია ჩვენ საკვებ რაციონში. ახლა მე რაც არ უნდა მოუწოდო ჩვენს მაყურებელს, რომ ერთი პური არ მიირთვან, მას თუ ეს ჩვევაში აქვს, ამას დრო ჭირდება, რომ დავუშვათ ამ ჩვევას შეელიოს. რა შეიძლება მოხდეს? რა თქმა უნდა, პური არის კალორიული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროდუქტი თავისი კალორიით გამოირჩევა. თუ კი ეს იქნება ერთი მთლიანი პური, მარტო პურს ხომ არ მიირთმევს ეს ადამიანი, იქ დღის განმავლობაში შეიძლება იყოს უამრავი კალორიით დატვირთული პროდუქტი, შეიძლება მას აქვს უმოძრაო ცხოვრების წესი, დროთა მანძილზე შექმნის წინაპირობას ჭარბი წონისკენ უბიძგებს მას. აღარაფერს ვსაუბრობ ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის პირობითად შაქრიანი დიაბეტი, სადაც იქ ზომიერებამ არ უნდა გვიღალატოს და თეთრი ფქვილისგან და თეთრი ფქვილის ნაწარმისგან ვურჩევთ თავი შეიკავონ დიაბეტით დაავადებულმა პირებმა და იქ სპეციფიკურად დაუშვათ რეკომენდაცია არის შედარებით უფრო სხვა სახის პურის მირთმევის. მე არ ვარ მომხრე მისი სრულიად რაციონიდან გამორიცხვის. აქედან გამომდინარე, ცოტა დაუშვათ რაღაცა რაოდენობით რომ მივირთვათ, ამას არანაირი პრობლემა დაუშვათ არ შეგვექმნება ჯანმრთელობის თვალსაზრისით. თუ ასევე ვიცით, რომ თეთრი პური მეტად სახიფათოა, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შავი პური. მაგრამ არსებობს შავ პურთა ისეთი სახეობებიც, რომელიც არ წარმოადგენს ნამდვილად შავ პურს და არის ცოტა შენიღბული შავი პური. ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა ამასთან დაკავშირებით. მოდით ასე ვთქვათ, შეღებილია, ხშირად ხსმენია რა. ხო, იცით, ახლა მე სიმართლე გითხრათ, ტექნოლოგიური პროცესებისგან ცოტა შორს ვარ და ვერ გამოვდგები ექსპერტად დაუშვათ შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა, ხშირად ხსმენია, რომ იცი ისევ ჯობს მიირთვა თეთრი პური, იმიტომ რომ იცი რა დაუშვათ წყაროა და რა კომპონენტებია შიგნით და რა ინგრედიენტები გამოყენებული, ვიდრე შეღებილი შავი პური. ხშირად, სხვა შორის ძალიან ხშირად გასტროენტეროლოგებიც, რომლებიც დაუშვათ გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ ჯობს რომ შავ პურს მოერიდოს და პირიქით თეთრი პური იყოს საკვებ რაციონში და იყოს ეს პური შედარებით უფრო გამომშრალი, პირობითად როგორც ეგრეთ წოდებული გახუხული ტოსტივით, იმიტომ რომ კი ბატონო, ეს გაცილებით უკეთესია. მოდით ასე ვთქვათ, პურში შედის უჯრედისი, საკვები ბოჭკო, რაც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი გასტროენტეროლოგიური ან კუთნასლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვის და მონელების პროცესისთვის. თუმცა იგივე რაოდენობით ეს პური თუ იქნება ცოტა უფრო ასე ვთქვათ, მეტი მოცულობით გამოყენებული, შესაძლოა მან შექმნას განსაზღვრული დისკომფორტი კვლავ, როგორც არის შებერილობა, როგორც არის ცოტა მოუნელებლობის შეგრძნება. ამიტომ მაინც ვუბრუნდები იმას, საიდანაც დავიწყეთ, რომ ზომიერებამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გვიღალატოს. როცა საპირწონეთ არის შეღებილია თუ არ არის შეღებილი, რა თქმა უნდა, უპირატესობას ვანიჭებთ იმას, რომელიც არ არის შეღებილი და რომელიც არის ბუნებრივი ჯანსაღი ნატურალური ინგრედიენტით წარმოებული, რა თქმა უნდა. კი ბატონო, თუმცა ქალბატონო ქეთი, ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ გახდნენ წონის კორექცია უნდათ, ცდილობენ, რომ პური, კლასიკური პური ჩაანაცვლონ ეგრეთ წოდებული გასახდომი პურით, ხრაშუნა პურით. ამ პურს რამდენად გაუწევთ თქვენ რეკომენდაციას? აბა მოდით ახლა ვთქვათ რა არის ხრაშუნა პური. ანუ თქვენ ბძანებთ ეს პატარა ფირფიტები. იცით, ალბათ ამ პატარა ფირფიტების მწარმოებლის სიკეთეში ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, იმიტომ რომ მათი ნებისმიერი სახით მირთმევა რეკომენდებული არ არის. აუცილებელი პირობა არა მარტო პურის და ხრაშუნა, არამედ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას. რაც ამ
სამწუხაროდ არც მე არ მაქვს და უნდა გამოვიმუშაოთ. ეს არის ზედმიწევნით გულდასმით უნდა წავიკითხოთ შემადგენლობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ინფორმირებულობა გდებავთ თქვენი ეთერის მეშვეობით, გდებავთ არის უამრავი საგანმანათლებლო გადაცემა, რომელიც ზუსტად ამას გვაუწყებს და ექიმებიც სულ გვაფრთხილებენ და ექსპერტები, რომ წაიკითხეთ შემადგენლობა. აი თუ კი შემადგენლობაში არაფერი ისეთი არ არის, რაც ჩვენ ცოტა დაგვაფრთხობს, შესაძლოა მის გამოყენება. თუმცა, ნახეთ, მოდით ასე ვთქვათ, ხრაშუნა პური, მე მაინც ვურჩევდი ესეთ რაღაცას. მას თუ ის პური ენატრება და დაუშვათ მაინც იმიტომ, რომ დაიკლოს ჯიუტათეს კილოგრამები, მაინც ასეთ მსხვერპლ შეწირვაზე მიდის, მოდით საუზმე დაიწყოს იმ პურით, რაც მას ესიამოვნება და დღის განმავლობაში უკვე ისე დაგეგმოს თავის საკვები, რაც ჩვენ ხრაშუნა პური კარგი, ესეთი წესიერი და სწორი მწარმოებლის და სწორი ინგრედიენტებით იყოს მისაკვებრად შეიძლება. თან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდესაც პურის ამოღება ხდება და გადადიან ეგრეთ წოდებულ დიეტურ ხრაშუნა პურზე, აი ამ პურს შემდეგ რაღაცნაირად აძლევენ თავისუფლებას, რომ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვა და ეს კიდევ უფრო ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება და ნებადართულია. აი ეს არის სწორად ძალიან დიდი შეცდომა. ამიტომაც დაბალანსებულ საკვებ რაციონზე როცა ვსაუბრობთ, აი ზუსტად ამას გულისხმობ, რომ ზომიერად, ოპტიმალურად ორგანიზმისთვის საჭირო ყველა კომპონენტის მიღებით. შედეგი რა არის? ნახეთ, ვისაც სურს წონის კლება. სამწუხაროდ ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც მოითხოვს იმ ადამიანის, ვინც დაუშვათ აი ამ გზას ახლა დაადგება, ძალიან მყარ ნერვულ სისტემას. იმიტომ რომ ეს არის ნერვულ სისტემაზე სამწუხაროდ ძალიან ცუდად მოქმედი პროცესი. ბრძოლა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა და მოდით ასე ვთქვათ, აქ ჩვენ ვსაუბრობთ ჭარბწონაზე. ჭარბიწონა ჯერ კიდევ არ არის ის ქრონიკული დაავადება, რასაც სიმსუქნე ქვია. შესაბამისად, ეს არის სიმსუქნის წინარე პრესტადია, პრემდგომარეობა, რომლისგანაც თუ თავს დავაღწევთ, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არა და ჩათვალეთ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მიდრეკილება, მოდით ასე ვთქვათ, ჭარბი კილოგრამებისკენ, ფაქტობრივად ბჭყალებში, რა თქმა უნდა, განწირულია, რომ მუდმივად იყოს ტონუსში და მუდმივად აკონტროლოს თავისი საკვები რაციონი, მათ შორის პურის საკმაოდ ცეთი ულუფა თავის ყოველდღიურ საკვებ რაციონში. ბატონო, კიდევ ერთი მითი უნდა დავამსხვროთ. პურის ამოღება, მითია თუ რეალობა, რომ იწვევს ფრჩხილების მტვრევას, თმის ცვენას, კანის. მოდით ასე ვთქვათ, ესე იგი ჩვენ ვთქვით, რომ პური შეიცავს ბეჯგუფის ვიტამინებს. ბეჯგუფის ვიტამინებზე პირველი ასოციაცია არის ის, რომ სტრესის მართვა, დაუშვათ ნერვული სისტემის დავარცხნა, მოდით ასე ვთქვათ და რაღაცა სიმშვიდე. ის ვიტამინები, ის მინერალები ეხლა ვთქვათ ესეთი რამ საპირწონეთ. განა რა რაოდენობით პურია ჩვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონში, რომ ის იწვევდეს პირობითად ასეთ სავალალო შედეგს, რომ თმა, ფრჩხილი, კანი. თუ კი დღიური საკვები რაციონი არ არის დაბალანსებულად შედგენილი, ეს თავისთავად განაპირობებს თმის სტრუქტურის ცვლილებას, ფრჩხილის ხშირად ამბობენ, იცით, ეკერცლებათ, ემტვრევათ ან დაზოლილი ფრჩხილები. ამას მხოლოდ პურს ნუ მივაკუთვნებთ. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ ნუ მივაწერთ ყველაფერს პურს. აი ის დაუბალანსებელი საკვები რაციონი შეიძლება გახდეს სისუსტის, ადვილად გაღიზიანების, თმის სტრუქტურის ცვლილების, ფრჩხილის მტვრევის, ისეთი ენერგიის დეფიციტის გამომწვევი. ამიტომაც ყოველთვის ჯობს, რომ ერთხელ მაინც მივიღოთ სპეციალისტის რჩევა, შედგეს ინდივიდუალური კვების რეჟიმი და რაციონი, იქ პურიც გათვალისწინებულია, თმის და ფრჩხილის ბზინვარების მომცემი ყველა კომპონენტი გათვალისწინებულია და ადამიანის განწყობაც ამაღლებულია. კეთი, ასევე ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უსაფუარო პური. დიახ. რადგან გვირჩევენ ხოლმე, რომ თუ მივირთმევთ პურს, აუცილებლად ის უნდა იყოს უსაფუარო. ზოგადად რა როლი აქვს საფუარს პურში, ასევე ჩვენს ჯანმრთელობაში? იწვევს თუ არა საფუარი რეალურად ჩვენს ჭარბწონიანობას? შეიძლება გახდეს თუ არა ეს მომავალში უკვე ჩვენი ჭარბწონიანობის მიზეზი და ეს ხშირად ეს ლავაშპურს არ გულისხმობ თონის ლავაშპურს გვირჩევენ ხოლმე ხელტურებს, რომელიც აი ესეთ დაკეცილი ლამაზად დევს თავის პაკეტებში. აი ამას გვთავაზობენ ხოლმე. თქვენ როგორც ენდოკრინოლოგი სპეციალისტი, რას გვირჩევთ ამასთან დაკავშირებით? იცით, მოდით ვთქვათ ასე. ზოგადად ჩვენი წინაპრები ამ ტექნოლოგიას, როდესაც იყო დავუშვათ პურის ცხობა, ეს იყო მთელი რიტუალი. შესაბამისად, ის ასე მყისიერად არ ხდებოდა, ახლა შეიძლება 2 საათში მოხდეს დავუშვათ პურის გამოცხობა და ეს ტექნოლოგია დროთა მანძილზე იხვეწება მცხოვრების თანამედროვე ტემპიდან გამომდინარე, ადრე ხდებოდა მისი მომზადება, იყენებდნენ არც მეტი არც ნაკლები ხაშს.
იმისთვის რომ დაუშვათ ეს ყოველივე მომზადებულიყო, არა? ეს ბუნებრივი საფუარი. ბუნებრივი საფუარი. ახლა, როდესაც საუბარია გაცილებით დიდ რაოდენობაზე, მასშტაბი გაზრდილია და პირობითად არავის აღარ აქვს იმის დრო, რომ ელოდოს ამდენი საათის განმავლობაში ამ ბუნებრივ, ასე ვთქვათ, მასალით მომზადებულ პურს, რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგია დახვეწილია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წესი დაცულია, მაგრამ იმ ასპექტიდან გამომდინარე, რაც თქვენ ბრძანეთ, წონის მატების თვალსაზრისით, ყოველთვის მაინც ნებისმიერი ჩვენგანი აქცევს ყურადღებას, 0 სახამებელი, 0 დაუშვათ შაქარი, არ არის შემცველობა, ეს იგი გონია და გვაქვს იმის, ასე ვთქვათ, განცდა, რომ ეს გაცილებით უფრო ჯანსაღია. მე ვემხრობი დაუშვათ ამ მოსაზრებას, რომ სავსებით შესაძლებელია იმ თხელი დაუშვათ ლავაშის გამოყენება, რაც თქვენ ბრძანეთ. აბსოლუტურად შეიძლება მისი გამოყენება, შეიძლება მისი ჩართვა საკვებ რაციონში და რაც უფრო მინიმალურად იქნება სახამებელი და შაქარი ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. და ფაქტობრივად დრო აღარ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაგიგიხოთ. ორცხობილა არსებობს მოსაზრება, რომ თუ მივირთმევთ პურს, მივირთვათ ორცხობილის სახით, აი ესე გახუხული სახით და ძალიან პოპულარულია ესეც წლების განმავლობაში. ანუ წონის კლების თვალსაზრისით? რამდენად უწყობს ხელს ჩვენს წონის კლებას? აი, კადრშიც ხედავდით გახუხულ პურს. გახუხულ პურს. ძალიან მე მგონი ჯობს კადრს არ შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენი ახლა ემოციური ფონი და გასტროენტეროლოგიური ტრაქტი და ნერწყვდენა გაძლიერდება კადრს რომ უყუროთ. აქედან გამომდინარე, გახუხულ პურს არანაირი, ასე ვთქვათ, უკუჩვენება არ აქვს, არ უნდა იყოს ზედმეტად დახრუკული, სავსებით გამოყენებადია, იგივე კუჭნასლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვისაც აბსოლუტურად მისაღებია. საპირწონეთ იმისა, რომ ერთი ნაჭერი არაგახუხული პური უფრო გამახტუნებს თუ გახუხული, ეს ნამდვილად მითია. აქედან გამომდინარე, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღის პირველ ნახევარში არ გნებავთ გახუხული, გნებავთ ჩვეულებრივი, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ. დღის განმავლობაში თუ კი ისე დაგეგმავთ თქვენ საკვებ რაციონს, რომ გახუხული პური უფრო თქვენთვის მისაღებია, ესე შეიძლება რომ მოკლედ კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის პურის მირთმევას ვაგრძელებთ. ძალიან გვიყვარს პური, ძალიან გვიხარია. თუმცა ხალბატონ კეთი აუცილებლად უნდა გკითხოთ ბავშვებზეც. ჩემმა შვილმა მას შემდეგ რაც პური გასინჯა, გახდა მისთვის საუკეთესო პროდუქტი, რომელსაც მიირთმევს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. რა საკიდან არის რეკომენდებული პურის მირთმევა და ბავშვების შემთხვევაში როგორ უნდა დავიცვათ ეს დოზები? და ბავშვებს ძალიან ხშირად აქვე ვიტყვი, უყვართ ხოლმე მხოლოდ პურის მირთმევა. აი ეს უნდა მეთქვა. აი მხოლოდ პური უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაქსიმალურად მათ ჩვევაში არ გამოიმუშავონ ეს ჩვევა. იცით, სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემში უფრო ექიმის საპირწონეთ ბებიის ფლუიდები აიღერღა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ წლის და 8 თვის ჩემი შვილი, ოღონდ თქვენ წარმოგიდგენიათ, ითხოვს პურს და ითხოვს შავ პურს. ეს მისთვის აბსოლუტურად არავის არ უსწავლებია. აი ესე შეუძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ვერ გეტყვი, ეს ხო ესე დაბძანდება და ძალიან გემრიელად თან აკონკრეტებს, რომ ის კონკრეტულად შავი პური. წინააღმდეგი ვარ ამისი ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ მხოლოდ პური დღის ნებისმიერ მონაკვეთში სამომავლოდ მას შეუქმნის რას და ნებისმიერ ჩვენ შულს ფუჭი კალორიების საოცარ წყაროს. ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ საკვებთან ერთად და ვეცადოთ რომ დღის მონაკვეთში შუალედებში პურის მირთმევისგან ჩვენი შვილები და შვილიშვილებს მოვარიდოთ ეს ამბავი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის თქვენი ხილვა, თქვენი სტუმრობა ერთიორად და წარმატებას გისურვებთ. თქვენც ასევე.